თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ. დავბრუნდით მცირეხნიანი შესვენებიდან ორკვირიანი ჩვეულებრივება ვერ გვაქვს როგორც საჯარო სექტორს. რასაც ამ ერთი კვირის განმავლობაში გამოვაკლდი, იმ ნაწილის შეჯამებით და გაანალიზებით მინდა დავიწყოთ 2025 წლის პირველი ანალიტიკა. გადაცემის პირველ ნაწილში ვიმსჯელებთ ჩვენს გარშემო არსებულ გარემოზე პროტესტზე, რომელიც საცივმაც ვერ ჩაახშავ და სხვათა შორის ეს საქართველოში მართლა დიდი ამბავია. რა მოაქვს ამ უწყვეტ უტექ ჯიუტ პროტესტს, ამას გავაანალიზებთ ჩემს პირველ სტუმართან ერთად. საბა ბრაჭველი ისაუბრებს თქვენთვის პირდაპირ ეთერში. გადაცემის მეორე ნაწილში ვიმსჯელებთ რა გველოდება პირობითად 15 იანვრის შემდეგ ეკონომიკაში, მას შემდეგ რაც დასვენება და აქტიური პერიოდი მორჩება და ბუნებრივად ინერტული პერიოდი დადგება. ამას ემატება სანქციების გამკაცრების და გამრავლების მოლოდინები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მეტად შემცირებული საქმიანი, მათ შორის ფინანსური ურთიერთობები. გიგა ბედინეიშვილთან ერთად გავაანალიზებთ იმას, თუ რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას და რა თქმა უნდა ისევ ჯიუდად ვიმსჯელებთ რა როლი აქვს მთელს ამ პროცესებში დღეს ბიზნესს, რის განჭვრეტადობას ახერხებს ის ამ ეტაპზე 2025 წელთან მიმართებით, რა პასუხისმგებლობა აიღო ბიზნესმა საკუთარ თავზე, ერთი მხრივ free business ჯისთან მიერთებით და მეორე მხრივ რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების მიმართ დღევანდელი ლოიალიზმის ფასი უახლოეს მომავალში. ირაკლი ქაშიბაძე დაგვეხმარება ანალიზში. ერთკვირიანი შესვენების მთავარი ფიქრი იყო რა მოაქვს ამ პროტესტს, რომელიც არ ჩერდება, მაგრამ ქვეყნის შიგნით ვერც პოლიტიკურ პროცესს აჩერებს. მაგალითად, პროტესტის მხარდამჭერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება აქტიურად დაიწყო და დღესაც მაგალითად ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ ახალი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისევ deep state-ის კონსპირაციებს ავითარებს და დასავლელი პარტნიორების მიმართ ისევ მიუღებელი ტონით გამოირჩევა. ერთ-ერთი სახელობითი სამიზნე დღეს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი იყო. ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს დააინიცირებინეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და deep state-ის დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო უილსონს ხმარდება, რითაც deep state თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის deep state-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება. დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვრჩის თუ არ ვიონებთ. შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აკრძალებს. ჯო უილსონზე მიტანილი იერიში გასაგებია ამერიკის კონგრესის პირველი სხდომა სწორედ ჯო უილსონის აქტიურობის შედეგად შეიძლება ითქვას მეგობარი აქტის განხილვით გაიხსნა. ამ აქტის ძირითადი არსი ის არის, რომ კურსის დასავლურ ტრაექტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. მათ შორის წინ წაიწევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა. თუმცა თუ პირიქით მოხდა, მაშინ აქტი იმ პირების სანქცირებას ითვალისწინებს, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. აქტში შეტანილი ცვლილებებით ეს სანქციები სავარაუდოდ გავრცელდება როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზეც. ჯო უილსონი მათ შორისაც იყო, ვინც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას ღიად მოუწოდა საქართველოში ვიზიტი გადაედო. ამერიკელი კონგრესმენის და არა მხოლოდ მისი საქართველოს სხვა დასავლელი მოკავშირეების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა ამ ვიზიტს ირიბად საკუთარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის მაგალითად გაასაღებდა. პია კაუმამ რჩევები გაითვალისწინა და ვიზიტი გადადო. ესეც ლოგიკურია, რადგან მანამდე ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე სცადა დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის მისაკუთრება. პროპაგანდის საფუძვლად კი ნატოს მისალოცი ბარათი გამოიყენა. ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავდა. ადმინისტრაციამ წერილის ფოტოც გაავრცელა იმის დასტურად, რომ კობახიძე პრემიერ-მინისტრად იყო მოხსენიებული. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს, ეწერა მისალოც ბარათში.
მოგვიანებით ნატომ ჟურნალისტ ია მეურმიშვილის კითხვის საპასუხოდ დააზუსტა შემდეგი. არის რა ეს ტრადიციული პრაქტიკა, რომ გენერალური მდივანი ახალ წელს ყველა ნატოს პარტნიორს ულოცავს, ამას არ აქვს რაიმე კონტექსტუალური გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე. ნატო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ევროკავშირთან და ნატოსთან, რაც შეესაბამება ხალხის ნებასა და საქართველოს კონსტიტუციას. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან დაფუძნებულია ძირითადი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. ალიანსმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პრინციპების მნიშვნელობა მომავალი თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპები გახდეს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის საფუძველი. კიდევ ერთხელ რომ თქვათ, გენერალურმა მდივანმა დააზუსტა, რომ ახალ წელს ნატოს ყველა პარტნიორს ულოცავს და ამას არ აქვს რაიმე კონტექსტუალური გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე. და ეს მოაქვს ამ პროტესტს, რომელიც არ ჩერდება ნელა, მაგრამ ზარდად დასავლური კონსენსუსის გაძლიერება, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე დასაბრუნებლად აუცილებელია ახალი არჩევნები. რაც შეეხება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას, აქ ოდნავ პერიფრაზით, მაგრამ მაინც იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის ლოგიკა მუშაობს. თუ არ გჯერა, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და ის ქართული ოცნებისგან ომში ჩაბმას მოითხოვდა, მაშინ ყველაფერი, რასაც კითხულობდა გესმის, სრული სიგიჟეა. და რადგან ქართული ოცნება ვერც გლობალურ ომის პარტიას ასახელებს კონკრეტულად და ვერც მათ, ვინც კონკრეტულად მოითხოვდა თუ დღემდე მოითხოვს საქართველოს ომში ჩართვას და მხოლოდ აუხსნელ ტერმინებს გვიმატებს, მაგალითად deep state-ი, რჩება ის, რაც რჩება.